გამორიგის საინტერესო თემა თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა მუნიციპალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება და მიზნად ისახავს თბილისში ტურიზმის მდგრად განვითარებას, თუმცა უცნობია რით განსხვავდება აღნიშნული პროექტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოსგან. Ამ თემის გარკვევას ჩვენი ჟურნალისტი მარიამ ადამია შეეცადა და ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მარიამ, რა სახის პროგრამები იგეგმება აღნიშნული პროექტის ფარგლებში? Გვანცა როგორც შენაღნიშნე მუნიციპალური პროგრამა სახელწოდებით შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება თბილისის საკრებულო მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა და მისი მთავარი ამოცანაა თბილისში რეგისტრირებული და მოქმედი ტურისტული კომპანიებისა და დარგში შემავალი სხვა სუბიექტების გაძლიერება. მათი სიმძლავრეების, დატვირთულობის, უნარების, შემოსავლების, ეფექტიანობისა და მდგრადობის ზრდის ხელშეწყობა. გარდა ამისა, პროგრამა ორი მიმართულებით არის ორიენტირებული თბილისის როგორც მიმზიდველი დანიშნულების ადგილის პოზიციონირება და პოპულარიზაცია საზღვარგარეთის ბაზრებზე. ხოლო მეორე ეს არის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხარდაჭერა. ჩვენ დავინტერესდით თუ რა განსხვავება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგრამებსა და ამ ახალ წამოწყებას შორის პასუხი კი შეგვიძლია მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელისაგან ალექსი მარგიშვილისაგან მოვისმინოთ. როდესაც ცენტრალური ხელისუფლება, ასე ვთქვათ, უფრო დიდი მსხვილი სახელმწიფო უწყება მუშაობს უფრო გლობალურ დონეზე და მთლიანად ქვეყნის ბრენდინგს ახორციელებს, მთლიანად ქვეყნის წარმოჩენას ახორციელებს, ხოლო ჩვენ როგორც ადგილობრივი ერთ ქალაქზე ორიენტირებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უწყება შედარებით უფრო ვიწრო პერსპექტივით და შედარებით უფრო კონკრეტული ჯგუფების, კონკრეტული სეგმენტების მოზიდვაზე მუშაობთ. ასე რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი როგორც დღემდე ეს ბოლო რამდენიმე თვეა, ასევე მომავალშიც, მომავალი წლების განმავლობაში შევავსებთ ერთმანეთის საქმიანობას. ანუ მუნიციპალიტეტის ახალი პროგრამა ყველა ქმედებას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეათანხმებს იმისათვის, რომ გადაკვეთა არ მოხდეს და პირიქით ერთი მეორეს დაემატოს, ხოლო შედეგად ეფექტის მულტიპლირება მოხდეს. რაც შეეხება გამოყოფილ ბიუჯეტს, შემომყვანი ტურიზმის ხელშეწყობისათვის წლიურად საშუალოდ 830,000 ლარი დაიხარჯება, თუმცა წლების განმავლობაში ცხადია ეს რიცხვი მოიმატებს ან მოიკლებს. მოსალოდნელი ეფექტი კი სავარაუდოდ პოზიტიური იქნება და როგორც პროგრამის ინიციატორები აცხადებენ, ჩვენს დედაქალაქ ტურისტების კუთხით მნიშვნელოვანი რაოდენობა დაემატება და ეს მოხდება ინფრასტრუქტურული განვითარების პარალელურად. მაყურებლისათვის აღვნიშნავ, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში შედეგად გვექნება საბიუჯეტო შემოსავლებისა და ინვესტიციების ერთდროული ზრდა. ცოტა განსხვავებულ მიდგომას ვაპირებთ იმის გამო, რომ სწორედ როგორც მოგახსენეთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, უფრო დიდი მასშტაბით განახორციელებს ასეთ ქმედებებს. ჩვენ უფრო კონკრეტული სერვისების და ქალაქის ფარგლებში კონკრეტული ტურების პრომოუშენს გავაკეთებთ, მათ შორის PR კამპანიებს და როგორც ასევე მოგახსენეთ, აუცილებლად ეს იქნება შემავსებელი დამატებითი და არა ხელის შემშლელი იმისა, თუ რასაც აკეთებს ტურიზმის ადმინისტრაცია. შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარებისათვის პროგრამები უკვე დაწყებულია და ძირითადი ყურადღება მიექცევა იმას, რომ ქალაქს ჩამოუყალიბდეს საკუთარი ბრენდისა და მარკეტინგის პლატფორმა, რომლის ანალოგიც თითქმის ყველა ქვეყანაშია. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება არის საქმიანი ტურიზმის განვითარება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალისთან წარმოადგენს საკონვენციო ბიუროს და მერიასთან თანამშრომლობით საქმიანი ტურიზმის მოზიდვა უფრო აქტიურად მოხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ასევე ვკითხეთ, თუ რა გავლენას მოახდენს რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი საქართველოს და როგორც მისგან მოვისმინეთ, თურქეთში მიმავალი რუსი ტურისტების სპეციფიკა განსხვავებულია იმ შემოთავაზებებისგან, რასაც საქართველოს თავაზობს მათ, ანუ ვგულისხმობ all inclusive ტიპის სასტუმროებს, რაც ჩვენთან ნაკლებად გავრცელებულია, ამიტომ თურქეთში შექმნილი რთული მდგომარეობა ჩვენზე არც დადებითად და არც უარყოფითად არ აისახება, მაგრამ საქართველოს ჩრდილოეთით ოპერირებას კვლავ გააგრძელებს და მომავალ წლებში უფრო მეტი ტურისტსა და ინვესტიციების მოზიდვას იმედოვნებს. თუმცა ამ და სხვა თემაზე უფრო დეტალურად დარწმუნებული ვარ ჩვენი სტუმარი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩაგოვაძე ისაუბრებს.